საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენი ქვეყანა ევროპის 19 წლამდელ გოგონათა ფეხბურთის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა თელავის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. ტურნირის პირველ სასაჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს იტალიას დაუპირისპირდა და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 22-24 დათმო. საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გუნდის კაპიტანი თეკლა ძამუნაშვილი დასახელდა. ევროპის ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. შეჯიბრებაში მონაწილეობას 10 გუნდი იღებს. კონტინენტის პირველობა 20 ივლისს დასრულდება. საქართველოს ნაკრები ზოგადად არის ბრძოლით გამორჩეული და ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ. რაც შეეხება დანარჩენ თამაშებს, ვეცდებით რომ უფრო და უფრო მოუმატოთ. ეს პირველი თამაში იყო, გახურება იყო და შემდეგ თამაშებში ვანახებთ ყველას თუ რამხელა ძალა აქვს ბრძოლას და რამხელა ძალა აქვს ქართულ ხელბურთს. უმაღლეს დონეზე ტარდება ევროპის ჩემპიონატი თელავში. ყველა გუნდები აღნიშნავენ იმ საოცარ გარემოს, რაც დახვდათ ადგილზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ევროპის ჩემპიონატს, იქიდან გამომდინარე ტარდება პირველად ისტორიაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი დიდი ბიძგს მისცემს ქალთა ხელბურთის განვითარებას საქართველოში. ესეთი ჩემპიონატები საქართველოს ხელბურთის განვითარებისთვის, ქალთა ხელბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამე თუ აქ ეს არის საწყისი ყველაფერს, ეს ასაკი არის საწყისი იმისა, რომ მე გოგოებმა დიდი ხელბურთი ითამაშონ.